გამარჯობა, ლევან ლორთქიფანიძე გახლავთ ჩვენთან ერთად, პოლიტოლოგი. ლევან, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ თემა, რომელზეც გვინდა ვისაუბროთ, ცხადია, უკავშირდება ჩვენი საუბრის ძირითად მიმართულებებს, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში, მთლიანად სამყაროში. ეს ცვლილებები სახეზეა, განსაკუთრებით სახეზეა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილება, რომელიც ფორმირების პროცესია, საკმაოდ შორს არის სრულყოფისაგან, თუმცა მიუნხენის კონფერენციაზე 2007 წელს პუტინის ცნობილი სიტყვის შემდეგ დაირღვა ყველაფერი აბსოლუტურად, ანუ ის წესრიგი, საზღვრების ურღვეობის პრინციპი რაც მთავარია და სახეზე გვაქვს აბსოლუტურად რაღაცა მცდელობა იმისი, რომ ახალი რამ ჩამოყალიბდეს. ეს ყველაფერი უკავშირდება 2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და იმ სისხლის კალოებს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის რეჟიმი აწყობს უკრაინის ტერიტორიაზე. ლევან, კიდევ ერთხელ მოგესალმები და დავიწყოთ აი ამ ცვლილებით რა გვაქვს სახეზე. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართალია მე ამ საკითხის უშუალო სპეციალისტი და მკვლევარი არა ვარ, მაგრამ ჩემი ღირებულებების დონეზე მაინტერესებს ეს საკითხი და როგორც მომიჯნავე დისციპლინა მაინტერესებს, ხო? აი როცა ვთქვათ გერმანიას სწავლობ, ევროკავშირს სწავლობ, ფიქრობ როგორი იქნება ევროკავშირი 1-10 წლის მერე, ან იქნება თუ არა საერთოდ, ამ თემებზე ფიქრის დროს და მუშაობის დროს ბუნებრივია ამ უსაფრთხოების არქიტექტურასაც უნდა შეეხო და განიხილო და ეგრე არ გამოდის, ხო? და ეს უსაფრთხოების არქიტექტურა თქვენ სწორი ბრძანეთ, აი დრამატულად იცვლება, მე ვფიქრობ, რომ მთლიანად სამეცნიერო საზოგადოებაც და პოლიტიკური საზოგადოებაც შოქშია, იმიტომ რომ ადამიანები მიჩვეულები იყვნენ, რომ აი ცივი ომი დასრულდა, რუსეთში არეულობა 90-იანი წლები გახსოვთ თქვენ როგორი იყო, ვერ იფიქრებდნენ რომ ესე მალე თქვათ ის კვლავ აგრესიულ აქტორად ჩამოყალიბდებოდა, ამიტომ აი ამ უსაფრთხოების თვალსაზრისით ნაკლებს ფიქრობდნენ, დაფინანსებაც ნაკლები იყო, პრიორიტეტიც ნაკლებად ენიჭებოდა თქვათ ევროპის სახელმწიფოებში. აი ამ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს მე მახსოვს თქვათ 2011 წელს მაშინ სტუდენტი ვიყავი კარლ თეოდორ ცუ გუტენბერგი გერმანიის თავდაცვის მაშინდელი მინისტრი ქრისტიან სოციალური კავშირიდან გამოვიდა და მსოფლიოში მშვიდობაა და უსაფრთხოებაა და რაღაც გვინდა სავალდებულო სამხედრო სამსახურიო და დროებით შეაჩერეს ეს გაუქმების უფლება არ აქვს კონსტიტუციაში წერია და მის ამოღებას დიდი პროცედურები უნდოდა, მაგრამ შეაჩერეს აი ამ მუხლის მოქმედება, მაგრამ ნუ შემდეგ ჩვენ ვიხილეთ 2010-იანი წლებიდან როგორ დრამატულად შეიცვალა მსოფლიო, ხო? ყველაფერი, თქვათ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ უსაფრთხოების სისტემის ცვლილებისა ევროპისთვის იყო ავტორიტარული თუ არა ტოტალიტარული ამ ტერმინს მაინც უფრო მოფრთხილებით ვიყენებთ ხოლმე ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაცია რუსეთში, რომელმაც მთლიანად გადააწყო თავისი სისტემა და დღეს ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს აი ამ მილიტარულ ეკონომიკაზე, მილიტარულ საგარეო პოლიტიკაზე, ძალაზე, ძალის მნიშვნელობაზე, ხომ? და აი ამან თქვათ პირველი ბზარი შეიტანა აი ამ უსაფრთხოების არქიტექტურაში, ხომ? ამას დაემატა თქვათ შეერთებულ შტატებშიც უკვე ულტრაკონსერვატიული ტენდენციების გაძლიერება და ხელისუფლების სათავეში ჯერ 2016 წელს და მერე ეხლა 24 წელს აი ეს ტრამპისტული მაგა მოძრაობის მოსვლა, რომელმაც თქვა, რომ მე არ დავხარჯავ ფულს სხვა ქვეყნების უსაფრთხოებაზე, მე ვიზრუნებ ჯერ ამერიკაზე, America First, ხო, გქონდათ ეს ისა და მერე დანარჩენებზე ვიბრძოლებთ, ხო? ანუ ეს მეორე აქტორი შემოვიდა, რომ ის ფარი, რომელიც ევროპას ჰქონდა, თქვათ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებული შტატების სახით და ეს ფარი სასარგებლო იყო შეერთებული შტატებისთვისაც. დღეს ისე ამბობენ, რომ თითქოს ევროპას მხოლოდ სამადლოდ უკეთებდა ამ საქმეს შეერთებული შტატები, იყო ეს გამალებული შეიარაღება და ტერიტორიას, შეხების წერტილებს, საზღვრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თვითონ შეერთებული შტატებისთვისაც და საბჭოთა კავშირისთვისაც, ხომ? და ამიტომ აი ესეც უსაფრთხოების არქიტექტურას მთლიანად შლის და სხვა რელსებზე გადაყავს და შემოვიდა უკვე განუზომლად გაიზარდა
მას შემდეგ რაც თქვათ აი ეს ძიანძემინის მმართველობა იყო 10-იან წლებში, მე 2000-იან წლებში და 10-იან წლებში წინტაოში განუზომლად გაიზარდა ჩინეთის როგორც ტექნოლოგიური, ეკონომიკური აქტორის მნიშვნელობა და უკვე უსაფრთხოებას ეკონომიკის გავლით ევროპაში თქვათ საფრთხე შეუქმნა ჩინეთმა, იმიტომ რომ იცით თქვენ ახლა ჩემზე ასჯერ უკეთესად რა მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების გამოყენებას თანამედროვე თქვათ სამხედრო ინფრასტრუქტურაში. და აი ამ სამივე მხრიდან შეტევამ ეს ევროპის ასე თქვათ ლიდერები დააფიქრა იმაზე, რომ ისე ვეღარ გაგრძელდება როგორც აქამდე იყო. და ყველაფერი რაღაც შესაძლელია. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ერთად თავი მოიყარა იმ ომში, რომელიც უკვე ამდენი ხანი გრძელდება და როგორც თქვენ თქვით, ამდენი ხანი აი მართლა სისხლის კალოებს ლეწავენ, ხო, უკრაინაში. აი ამ ომში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რომ აი ეს აგრესია, რომელიც შეიძლება წამოვიდეს, ძალიან ახლოს არის. ევროპის საზღვრებთან არის, სადღაც შორს კი არ ხდება იქ სუდანში, ევროპაშია პრაქტიკულად. შუაგულ ევროპაში მიმდინარეობს, აქ გამოჩნდა ის ტექნოლოგიური დეფიციტიც, ამერიკა რო უკან იხევს, ეს რა გავლენას ახდენს ევროპის როლზე, აქ გამოჩნდა და მოკლედ მთლიანად გადაასხვაფერა ეს არქიტექტურა და ძალიან მიხარია მე მაგალითად პირადად, რომ უკვე მკაფიოდ ამბობენ ევროპელი ლიდერები, რომ ის ეპოქა დამთავრდა. იმიტომ რომ იყო ტენდენცია, რომ ებღაუჭებოდნენ ამ ეპოქას და აი ხა სულ ბოლოს რამდენიმე თვის წინ მიუნხენში არ იყო მგონი ბავარიაში ქრისტიან-სოციალური კავშირის ყრილობაზე პირდაპირ თქვა კანცლერმა მერცმა, რომ ნოსტალგია გამოსავალი არ არის. ჩაჭიდება იმ ეპოქაზე, რომ ვირა კარგად ცხოვრობდით და ყველაფერი კარგად იყო, ეს გამოსავალი არ არის და რაღაც შესაძლებელია ეს პაქს ამერიკანა ევროპისთვის სრულდება და უკვე სხვა საფეხურზე უნდა გადავიდეთო და ბევრი ამას ძალიან სკეპტიკურად უყურებს. აი დასცინიან მაგალითად ქართველი მემარჯვენეები. მე მქონდა თქვათ რამდენიმე კვირის წინ შესაძლებლობა რომ დებატები მქონოდა ქალბატონ თამარ ჯერგოლეიშვილთან. სასაცილოდ არ ყოფნით, რომ ევროპა შეიძლება რაღაცა ტიპის აქტორად იქცეს, რომ ის გაძლიერდეს, რომ ის ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოთამაშედ, არამედ მოთამაშედ, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს, თქვათ, ჩინეთსაც, რუსეთსაც და ზოგიერთ შემთხვევაში შეერთებულ შტატებსაც. ისი მცდელობის ნიშნებით სახეზე. მაგრამ თვითონ სწამთ, აი მე მაგალითად სულ იმაში ყურში ჩამესმის ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის სიტყვები, ხო, რომელმაც თქვა ფრიდენის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ აი ევროპის უსაფრთხოება და ევროპული არმია და ევროპის ესე ვთქვათ ძალად ჩამოყალიბების ამბავი არის ემბრიონულ მდგომარეობაში. ანუ დრო დაჭირდება ამას. წინ დიდი გზა აქვს ევროპას გასავლელი, რომ ამდენი ხნის შემდეგ გადაეწყოს თავის უსაფრთხოების ასე ვთქვათ სისტემაზე, მაგრამ ეს დაწყებულია და ვისაც ევროპის მომავლის წამს ისინი ამაზე გამალებით მუშაობენ ხოლმე და მე იმედი მაქვს რომ რაღაც გამოვა აქედან და ამის ნიშნებიც ჩანს. ეს ჩანასახი დიდი ხანია არსებობს, თუმცა რაღაც ქმედითი ნაბიჯები ბევრი წლის განმავლობაში არ იყო სახეზე. ახლა რაღაცები იცვლება. როგორ ფიქრობ, პირველ რიგში ვინ შეიძლება ევროპის კონტინენტზე აიღოს საკუთარ თავზე ლიდერობა? რაღაცნაირი გამწევი ძალა. ვინ უნდა გახდეს ეს? საფრანგეთი, რომელიც ბირთვული სახელმწიფოა, დიდი ბრიტანეთი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გავიდა ევროკავშირიდან თავისი ინტერესები აქვს. თუ გერმანია, რომელიც ცდილობს, რომ რაღაცა პოზიციები აღიდგინოს და უფრო მკაცრი ხელით, ან უფრო მტკიცე ხელით მართოს რაღაცა ვითარება. იცით რა არის ევროპის უპირატესობა ჩემი აზრით იმაშიც მდგომარეობს რომ აქ ასე მარტივად არ არის ხოლმე საქმე როგორც სხვა სივრცეებში ერთი სახელმწიფო მარტო და დამოუკიდებლად ვერ აიღებს საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას ევროპას და ევროკავშირს გამოარჩევს ყველაზე მეტად ეს თანამშრომლობის კულტურა და გამოცდილება. და როგორც ეკონომიკაში, ან სოციალურ სისტემებში, ან სხვა დარგებში, მეცნიერებაში და განათლებაში არსებობს საერთო ევროპული თანამშრომლობის პლატფორმები, აი ესეთივე თანამშრომლობის პლატფორმა ჭირდება თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისთვის, ჩემი აზრით, ევროპას და აქეთ იდგმება უკვე ნაბიჯები, ხო? რა თქმა უნდა, ხა გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი ეს
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები, ბრიტანეთი გარედან, ხო, ესენი მაინც ყველაზე დიდი სახელმწიფოები არიან და სლოვენიას ვერ დააკისრებ ამ ხელა პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ შორის თანამშრომლობაზე დგას ყველაფერი და უკვე პირველი ინიციატივებს ხედავთ ჩვენ ამას გერმანულად ქვია Weisbuch zur europäischen Verteidigung, ანუ ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ როგორც საგზაო რუკა ევროპის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 2025 წელს გამოაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ის მარტო ვერ გამოაცხადებდა, ცხადია აი ამ ძირითად სახელმწიფოებთან იყო ეს შეთანხმებული და ეს ინიციატივა და ეს გზამკვლევი მოიცავს რამდენიმე ძირითად პრიორიტეტს. მაგალითად, ერთ-ერთი არის, რომ 2030 წლამდე ევროპაში ხდება დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზება. როგორც კერძო სექტორიდან, როგორც კრედიტი, როგორც დანაზოგი, ანუ სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება ეს 800 მილიარდის მობილიზება იწყება ევროპაში იმისთვის, რომ ხელახლა შეიარაღდეს ეს კონტინენტი. ეს ერთი ნაბიჯი, რომელიც უკვე გამოცხადებულია, ამაზე მუშაობენ. რა თქმა უნდა, მეც როგორც ცოტა მემარცხენე შეხედულებები, ცოტა კი არა, კარგა გვარიანად მემარცხენე შეხედულებების ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა კრიტიკულად ვარ განწყობილი, შემდეგ შეიძლება გავშალოთ, მაგრამ მე გეუბნებით ფაქტებს, რომ შეიარაღებაზე ფიქრობს უკვე 2030 წლამდე ძალიან ინტენსიურად ევროკავშირი და ეს ერთი ნაბიჯია. მეორე, ნახეთ, ფულის დახარჯვა და გაჩენა ეს პრობლემას ვერ წყვეტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული დაიხარჯოს კონკრეტული მიზნებისთვის. აი მაგალითად, რასაც მე ვკითხულობ ხოლმე დასავლურ პრესაში და ასევე ანალიტიკური ცენტრების მასალებში არის ის, რომ ევროპელებს უნდათ, რომ მეტნაკლებად გაერთგვაროვნონ თავიანთი სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო შემადგენლობა და თავიანთი სამხედრო შემადგენლობის მოწყობის წესი. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ეხა თუ რაღაც ჩინური იარაღი აქვს იმას უნგრეთს და ამერიკული იარაღი აქვს გერმანიას პირობითად ვამბობ და რუსული იარაღი აქვს კიდე სლოვაკეთს პირობითად, ხო? ეს აი ამ კოოპერაციას ართულებს, ხო? ეს ნატოშიც იყო ეს ამბავი და ანუ რაღაც ერთგვარი სინქრონიზაცია მიდიოდა და ნატოს ხიბლიც მაგაში იყო ზუსტად რომ სინქრონულად, ანუ ერთ ენაზე მომხდარიყო მართვაც ჯარების და ნუ ასე შემდეგ და ანუ კონტროლი და ნახეთ იქ მაინც ხა თქვენ ჩემზე არ ჯერ უკეთ იცით ხო აი ეს დომინანტი როლი რო ქონდა შეერთებულ შტატებს და ასე დომინანტი პასუხისმგებლობა უფრო მეტი ხარჯი და ასე შემდეგ ნუ მაინც ეს სინქრონიზაციას პრობლემები ქონდა და ეხა ევროპა ამბობს რომ ჩვენ არ გვყავს ის ქოლგა რჩებით მარტო და შიგნით იწყებენ ამას თან ამისთვის იშოვეს 800 მილიარდი. ანუ წარმოიდგინეთ რა ტიპის განსხვავებაა ხო ამ სინქრონიზაციის ტემპებსა და პროცესებს შორის. მოდი მივყვეთ, ხო, რაღაც საწყისი ეტაპი 2011 აღნიშნეთ თქვენ როცა გაწვევის პროცესი შეჩერდა და ახლა მე მგონი 2026-დან 26-27-ში უკვე დაუბრუნდებიან ისევ იმ წეს, ანუ გაწვევის რა იცვლება აი ამ მიმართებით, მოდი მაქედან დავიწყოთ ჩვენი საუბარი და მივიდეთ ახლა გაწვევიდან მივიდეთ ბოლოს რა სამხედრო სამრეწველო კომპლექსებთან, ხო? ანუ კი ბატონო. დრონების წარმოებაზე, ტექნოლოგიებზე, რეინმეტალზე და ნუ ასე შემდეგ რა. სხვათა შორის ამ 800 მილიარდ ევროზე ასევე ჩადებულია დათქმები, რაში უნდა დაიხარჯოს, აი ამ თემას დაუბრუნდები თქვენი შეკითხვის კვალ-დაკვალ, ხო? და არის სწორედ ის სფეროები დასახელებული, რომელშიც მე ვერ ვერკვევი, მაგრამ ნუ რო წაიკითხავ ხო ჩანს, თქვა დრონების წარმოება. აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება ჯარში, ამაში უნდა დაიხარჯოს артиლერია, თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს მოდერნიზაციას აძლევს ეს ახალი თანხა ძალიან დიდ ფიცკს. ეხლა დაუბრუნდეთ გერმანიას და გაწვევის ამბავს, ხო? 2011 წელს შეაჩერეს როგორც თქვენ ბრძანეთ და დღეს მიიღეს რაღაცა ხან შვედურ მოდელს ეძახიან ამას, ხან სხვა სახელს გამოუძებნიან ხოლმე მოდელი გაწვევისა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურსა არ გულისხმობს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს დაწესებული ლიმიტი, რამდენი ადამიანი უნდა იყოს პირად შემადგენლობაში, ხო?
და გერმანიაში ამბობენ რომ თუ ამ ლიმიტს ვერ მივაღწევთ 280 260,000-ზე არის. მოდი ისიც აღვნიშნოთ რომ ამჟამად სახეზე არის სადღაც 191-დან 184,000-მდე და არის დრამატული შემცირება 2011 წლის მერე. მარტო გაწევა კი არ შეაჩერეს, მათ უკვე ხალხი წავიდა ბუნდესვერიდან და შემცირდა გადინება იყო დიდი. ეხლა აქვთ ლიმიტი ეს 260-280,000 ხანისი ამბობენ. ახლა ზოგიერთი უფრო მეტს ითხოვს, აქამდე უნდა შეავსონ 2030 წლამდე ამდენი ჯარისკაცი უნდა იყოს ბუნდესვერში. ამისთვის გერმანელებს აქვთ ახლა მოფიქრებული შემდეგი ღონისძიება, რომ პირველი უნდა იცოდნენ რამდენი ადამიანი ყავთ ქვეყანაში და უნდა იცოდნენ მათი როგორც სოციალური მახასიათებლები, ასევე სამედიცინო მახასიათებლები. აი ეს ძალიან სწორი შენიშვნა არის, რომ ესე იგი მთლიანად აკვირდებიან ყველაფერს, ხო? როგორი ჯარისკაცი ეყოლება, ანუ ჯანმრთელობის, სოციალური კუთხით და ასე შემდეგ. რატო აქცევენ ამ ყურადღებას? რომ იცოდნენ რა პოტენციალი აქვთ, ხო? და როგორ შეიძლება წაახალისონ მომავალში ბუნდესვერში მოსვლა, ხო? აი უკვე მე გუშინ წავიკითხე მგონი, რომ უკვე დაიგზავნა ყველა ადამიანთან, ვინც 18 წელს მიღწეულია, აი ეს ანკეტა, სოციალური ანკეტა თავდაცვის სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროს აინტერესებს ვინ ხარ, როგორ ხარ, რას აპირებ, როგორია შენი მონაცემები, თქვათ, გაგდაზღვევა თუ არა, მუშაობ თუ არა, რომ იცოდეს აი რამდენი ახალგაზრდაა, რომელიც შეიძლება ბუნდესვერში მოვიდნენ და ამის მერე მთელი გერმანიის მასშტაბით რამდენიმე ათეული პუნქტი გაიხსნება, სადაც უკვე სამედიცინოთ და ფიზიკური მონაცემების თვალსაზრისით ასე ვთქვათ შეისწავლიან და შემოწმდებიან ადამიანები და უკვე გაჩნდება ბაზა აი რა პოტენციალი არის ბუნდესვერში ადამიანების მიიყვანის და გაწვევის. ოღონდ ძალით არ იწვევენ. ქმნიან დამატებით სტიმულებს, ხო? აი მაგალითად ქმნიან ხელფასი გაზარდეს და ეხლა 18 წლის ადამიანს რომ მინიმუმ 2000-დან 3000 ევრომდე ექნება ამას საკში უკვე გარანტირებული შემოსავალი, ეს უკვე საქმეა. იქ დასხევის პაკეტი გააუმჯობესეს, რომ მიიზიდონ ეს ახალგაზრდები ამ ჯარში, შექმნეს თქვათ შეღავათები ზოგიერთი სხვა სახელმწიფო სერვისის მიღებისთვის, დააწესეს თქვათ, ყველა თქვენც ხო ყოფილხართ 18 წლის და გინდოდათ რომ მართვის მოწმობა გქონოდათ, ხო? ეგ საქართველოში შედარებით უფრო ადვილია, მაგრამ იქ რაღაც ხანო 4000 евро ზოგიერთ მიწაზე 2000 евро რომ მთლიანად მოემზადო და ეს ჩადეს პაკეტში. და ასე შემდეგ. ქალების ნებაყოფლობით არის, ესეც კონსტიტუციით რეგულირდება. იცით, ახლა გერმანია უფრო ემანსიპირებული საზოგადოებაა და იქ ქალებზე დაისვა შეკითხვა და პასუხი ეს იყო, რომ ჩვენ ქალებს ვერ ვავალდებულებთ, იმიტომ რომ კონსტიტუციური ჩანაწერი არ გვაქვს ქალებზე და თუ გვინდა ვიმსჯელოთ და შევიტანოთ და ნუ ამას დიდი ამბები უნდა და ამჟამად გაჩერდნენ და ნებაყოფლობითია ქალების შემთხვევაში და მამაკაცები სრულად აღირიცხებიან. ხო და აი ამ სტიმულების და აი ამ შესწავლის კომბინირებით აქვთ იმედი თავდაცვის მინისტრის ისტორიუს, რომ 2030 წლისთვის ამ 260-280-იან ნიშნულს დააკმაყოფილებს. თუ ვერ დააკმაყოფილებს წინასწარი დათქმა არსებობს და პოლიტიკურ დებატებში ეს უკვე ითქვა, რომ მაშინ უკვე შემოიღებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს, იმიტომ რომ გერმანელები პირდაპირ ამბობენ, რომ დემოკრატიას ესეთ ეპოქაში იარაღით ხელში დაცვაც შეიძლება დასჭირდეს და მოქალაქეები ამისთვის მზად უნდა იყოს. ამას ემატება რეზერვის აღრიცხვაც, ანუ რამდენი რეზერვისტი ეყოლება ქვეყანას. გაორმაგეს ზუსტად მოკლედ რეზერვის რაოდენობა და 2030 წლამდე ეს რეზერვიც აღარ იქნება, თქვათ ესე შემცირებული და შეკვეცილი. ლეონ, პირველი ნაბიჯი რაც გერმანიამ გააკეთა, მე მგონი სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების რაოდენობის ზრდაც დაიწყო. იმ სკანდალების შემდეგ, რა სკანდალებიც რამდენიმე წლის წინ იყო, ხო? ანუ ეს მიგრანტების ტალღებთან და რაღაცა არიული თუ რაღაცა თემებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დააპატიმრეს, ძალიან ბევრი დაითხოვეს. და რამდენიმე წლის წინ, ანუ რუსეთის აგრესიის შემდეგ კვლავ გააკეთეს აქცენტი, ასე ვთქვათ, ახალ ნაკადზე, სპეციალური, ანუ ჯერ
რომ რაღაცა ელიტური ქვედანაყოფი ქონდეთ, სანამ რაღაცა რეგულარულ ჯარებს გააკეთებენ, ხო? კი ბატონო, ესეც სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკაა, სხვათა შორის და მინისტრი პისტორიუსი იყო ამ მიმართულებით მთავარი ინიციატორი და ამას არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ პოლიტიკური სარჩულიც აქვს, იმიტომ რომ სოციალ-დემოკრატების და მემარცხენე პარტიების ერთ-ერთი მთავარი საწუხარი ბუნდესვერთან მიმართებით არის ის, რომ აი ყველა ქსელი ულტრამემარჯვენე ქსელი, რაც გერმანიაში არსებობდა, გარკვეულწილად იყო გადაჯაჭვული ბუნდესვერთან და რაღაცა ტიპის დასაყრდენი იქ ჰქონდა. და აი მაგალითად გერმანიაში არიან ისეთი ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც საერთოდ ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. და წარმოიდგინეთ, რომ ესეთ ჯგუფს ყავს, თქვათ, რომელიმე იმაში ბრიგადაში დასაყრდენი. რამხელა ტიპის უსაფრთხოების გამოწვევას ქმნის ეს და ამიტომ აი ეს ჩაჩეხეს ეს კავშირები, ეს კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მუშაობს აი ამ ქსელებზე და იმედი აქვთ, რომ აი ეს გაწვევა, როცა გაიზრდება და 280,000-ზე შეიძლება გაიზარდოს პირადი შემადგენლობა, ეს დააბალანსებს ასევე აი ამ ულტრამემარჯვენე დინებებს ჯარის შიგნით. რთული საკითხია, მე ვერ შემოვალ აქ პოლემიკაში, იმიტომ რომ ნიადაგი ისედაც მსუყე იყო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა გამოწვევებისთვის და ახლა, როდესაც მზარდი არის საფრთხეები, აი მზარდი საფრთხეების საფარქვეშ შესაძლოა გარკვეული მოძრაობები იყოს, თუმცა მე მაგის სპეციალისტი არა ვარ და ვერ შემოვალ ამ დისკუსიაში. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ხო? ანუ ეს ეხება მათ შორის ჯარების სხვადასხვა სახეობების განვითარებას, რაზეც აქამდე ასეთი აქცენტი არ იყო, ხო? ანუ გულისხმობს სამხედრო საზღვაო ძალებს, სამხედრო საჰაერო ძალებს, იგივე კიბერუსაფრთხოების ქვედანაყოფებს და ასე შემდეგ, ხო? აი მან როგორ ხდება აქცენტირება? ეხა უკვე მე არა ვარ მაგ საკითხების სპეციალისტი და მაგაზე დაწვრილებით ვერ გიპასუხებთ, მაგრამ აი პოლიტიკურ აქცენტს გეტყვით, რის შესახებაც წამიკითხავს და რაც ზუსტად ვიცი. ხომ მთავარი გამოწვევა კიდევ ერთი ბუნდესვერის იყო ჩამორჩენილობა. აი პირდაპირ წერდა გერმანიაში არის სპეციალური თანამდებობა კანცლერის აპარატში ბეაუფტრაგტი, ანუ პასუხისმგებელი პირი ჯარზე, მის უფლებებზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე და ამ ქალმა პირდაპირ თქვა, რომ საშინლად მოსაწყენი არის ჯარში ყოფნა და იმიტომ გადის ხალხი. ეხლა არავინ არ ელის იქ, რომ კლოუნები დახვდებიან და გაგართობა იქნება, დისნეილენდი არ იქნება, მაგრამ ხო უნდა იყოს მიმზიდველი ეს სამსახური, ხო უნდა კონდეს შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს აკეთებ და ხო უნდა კონდეს ნორმალური გარემო და ხომ უნდა კონდეს თანამედროვეობასთან კავშირი. აი ეს თანამედროვეობასთან კავშირი იყო გაწყვეტილი და ეხლაც არის გაწყვეტილი ბუნდესვერში, იმიტომ რომ ნუ იმაზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ, რომ საშინელი ინფრასტრუქტურა აქვს გერმანიის კვალობაზე ბუნდესვერს, ხო, ყაზარმები ზოგიერთი არ ვარ, იქ წყალი ჩამოდის, იქ მაცივარი არ აქვს, საშინელი პირობები, მაგრამ აი აქ შეგვიძლია ჩვენ მთავარი აქცენტი გადავიტანოთ იმაზე, რაც თქვენ თქვით, თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობა. როცა ჩვენ ხედავთ, თქვათ, დღეს უკრაინაში ომის გარკვეული ნაწილი მიმდინარეობს ჯოისტიკებით და დრონებით და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და სხვა მსგავსი მეთოდების გამოყენებით და შენ რო ხარ ჩარჩენილი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ რაღაც მიდგომებში, ხო, ეს იწვევს აი ამ განზიდულობას ახალგაზრდულ სეგმენტში. ამიტომ ნახეთ, გერმანიამ თავის მხრივ უკვე აიღო ვალი თვითონ ქვეყანამ ამ საკითხით მოვიდა, თქვათ, ახალი კოალიცია გერმანიის სათავეში, 500 მილიარდი ევრო არის აღებული ვალი, ნუ რა თქმა უნდა იქ დაიხარჯება რაღაცა კლიმატის ცვლილებაზე, სოციალურ ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამ აღებული კრედიტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ბუნდესვერში. რომ ბუნდესვერი აღარ იყოს ჩამორჩენილი, კონდეს აი ეს დრონების, სხვა მსგავსი ტექნიკის გამოყენების საშუალება, დაცული იყოს ის კომპიუტერული სისტემები და ქსელები, რომელზეც ბუნდესვერი არის დაფუძნებული და რაც მთავარია, ინდუსტრიაში, სამხედრო ინდუსტრიაში მოხდეს ჩინური ან ამერიკული ელექტრონული ტექნოლოგიებისგან დაცული ახალი ავთენტური ევროპული ტექნოლოგია
ტექნოლოგიების დანერგვა, ხო? ანუ ნახეთ, დღეს ევროპაში ძალიან პოპულარულია ესეთი იდეები. უწოდებენ ამას თქვათ ევროპულ პატრიოტიზმს, ან უწოდებენ ევროპის სტრატეგიულ დამოუკიდებლობას, ხანდახან უწოდებენ ამას ევროპის სუვერენიტეტს. ანუ ევროპას უნდა აი ამ სხვა დიდი სტრატეგიული აქტორებისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგოს არა მხოლოდ მილიტარულ ინდუსტრიაში, არამედ უკვე უშუალოდ შეიარაღებაში, ტექნიკაში და ინფრასტრუქტურაში, რომელიც თვითონაც იყოს მოთამაშე და პრინციპში ამის ნიშნები არის, რომ ეს იქნება. მოთამაშე იყოს დამოუკიდებელი. შეიძლება ეხლაც არის მოთამაშე კარგი ამერიკასთან თანამშრომლობა, იყოს მათ გარეშეც შეეძლოს ისეთი ტექნოლოგიის წარმოება, რომელიც არ იქნება დაშენებული ჩინურ ან ამერიკულ ან სხვა რაღაც ბაზისზე, რომ აი ეს ინფორმაცია დაცული იყოს და ეს ქსელები დაცული იყოს. განსაკუთრებული აქცენტი ერთ-ერთი იქნება აუცილებლად ჰაერსაც წინააღმდეგო თავდაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას აქვს ძალიან კარგი სისტემები, რომელსაც უკრაინაც ძალიან ეფექტურად იყენებს. ახლა მაინც აი ეს მიუნხენის აეროპორტში და სხვა დიდ ქალაქებში რუსული უპილოტო საფრენის საშუალებების ბოგინის აღსაკვეთად გაცილებით დაიხვეწება ეს ყველაფერი. ბირთვულ საკითხზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო და აი აქ იცვლება თუ არა მიდგომა, იმიტომ რომ გარკვეული განცხადებები მედიაში ჩვენ ვნახეთ და რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? აი მაგალითად მე ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ, ხო ძალიან ნერვიულობს ამაზე თვითონ მაკრონი ალბათ, მაგრამ ნუ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი მის საშინაო პოლიტიკა, საშინელება კატასტროფა არის, თქვათ სოციალური თვალსაზრისით და ასე შემდეგ, მაგრამ ემანუელ მაკრონი არის ვნებიანი პანევროპელი, ხო? ანუ ადამიანი, რომელსაც წამს, რომ ევროპას შეუძლია, რომ გახდეს სუვერენული, ავტონომიური სტრატეგიული მოთამაშე. შესაბამისად, თვითონ მაკრონს აქვს უამრავი ინიციატივა, ზოგი ღიად გაცხადებული საუნივერსიტეტო შეკრებებზე და საერთო ევროპულ კონცეფციაზე საუბრის დროს, ზოგი თქვათ ბილატერალურ ურთიერთობებში, გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში და ნუ მისი აზრით და მისი ხედვით მომავალი ასეთია, რომ ეს ატომური ფარი, ბირთვული იარაღის ფარი, რომელიც ევროპას უნდა ჰქონდეს, საფრანგეთის ასე ვთქვათ, საფრანგეთის მხარდაცვის პოლიტიკაზე და მხრებზე უნდა დაეშენოს და სხვათა შორის გერმანიაში ამის შესახებ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მსჯელობენ და ჯერ კიდევ დეგოლისა და ადენაუერის მოლაპარაკებებში იყო ხოლმე აი ამ საერთო ბირთვულ თავდაცვაზე საუბარი, ხო, რა თქმა უნდა, იქ ამერიკა უზრუნველყოფდა დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოებას ამ თვალსაზრისით, მაგრამ როგორც კი გაჩნდებოდა შეხედულება რაღაც ევროპის თვითყოფადობის შესახებ, საფრანგეთთან მიდიოდა თანამშრომლობა. ასე რომ ეს აზრი მუშაობს, იგივე ეს კრედიტები რაც არსებობს, ფიქრობენ, რომ შეიძლება დაიხარჯოს იმაში, რომ საფრანგეთის ხელმძღვანელობით თქვათ, აი ეს ატომური ფარის და ინფრასტრუქტურის მომზადება ბირთვული იარაღის განვითარება მოხდეს, ხო? ისევ მახსენდება ისი ურსულა ფონ დერ ლეიენის ნათქვამი, რომ დღეს ამ წუთას რო დაგვესხას რუსეთი ჩვენ თავს, საჭირო იარაღის ნახევარიც კი არა გვაქვს ჩვენ და საჭირო სამხედრო ინფრასტრუქტურის. ასე რომ ჩამორჩენა დიდია და აქაც თქვათ ინტენსიურ თანამშრომლობაზე საუბრობენ და თქვენ დიდი ბრიტანეთი ახსენეთ და ესეც ძალიან სასიამოვნოა, რომ შეიძლება ეკონომიკურად და სოციალური თვალსაზრისით ეს ევროკავშირთან დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა გაწყდა და აღარ არის თქვათ ევროკავშირის წევრი დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ბოლო პერიოდში უკრაინის ომის დაწყების კვალდაკვალ ჩვენ ვხედავთ ახალ სამხედრო ხელშეკრულებებს საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალი სამხედრო ინფრასტრუქტურა და ეს არქიტექტურა, რომელიც ევროპას ექნება, ევროკავშირის არაწევრი ბრიტანეთის მონაწილეობით იქნება უზრუნველყოფილი და მეტიც, ხო? იგივე ევროპის სუვერენიტეტზე საუბრის დროს ევროპელი ლიდერები ამახვილებენ ყურადღებას, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა იმ ძალასთან, რომელიც იდეოლოგიურად ღირებულებითი თვალსაზრისით ჩვენთან არის, ხო? აი თქვენ გემახსოვრებათ დავოსში
კანადის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, ხო? ეს კანადის პრემიერ-მინისტრის ორიგინალური აზრი არ ყოფილა, რომ პატარა და საშუალო სახელმწიფოების დიდი ალიანსი შევქმნათ. ეს იდეა ევროპაში დიდი ხანი არსებობს და აი ამ თავდაცვის კონტექსტშიც კანადასთან, ავსტრალიასთან, იმიტომ რომ აი ამ პაციფიკ ხო წყნარ ოკეანეს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც ყველა ამ სახელმწიფოსთან რაღაც მჭიდრო თანამშრომლობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ჩვენ თვალს ვადევნებთ იმ პროცესებს, რომელიც მიდის კონტინენტზე, ცხადია, იგივე მაგალითად ახალი ტანკების კონცეფციაზე მიდის ძალიან აქტიური მუშაობა, დაიწყეს კიდევაც საფრანგეთმა და გერმანიამ რაღაცა ერთობლივი მანქანების გამოშვება ასეთი. საწარმოებიც გაკეთდა, იქ რაღაცა ნაწილი არის ფრანგული, ნაწილი არის გერმანული და რაღაცა ესეთი ჯავშან მანქანა გაკეთდა უკვე რამდენიმე და ამაზე მიდის ძალიან ინტენსიური მუშაობა. კი, ჩამორჩებიან ჯერ საერთო ჯამში ძალიან ბევრით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუშაობა რომ მიდის ეს ფაქტია, იგივე უკრაინასთან მიმართებით. ბირთვულთან დაკავშირებით ჩემი კითხვა მაინც გერმანიას, უშუალოდ გერმანიის ბირთვულ ფარს უკავშირდებოდა. არა იმას, ვინ იქნება ევროპის ფარი, ეს ბრიტანეთი თუ საფრანგეთი თუ ვინ უფრო იყო ჩაღებს. არამედ უშუალოდ გერმანიის ბირთვულ ინტერესებზე მინდოდა მეკითხა, რომ იქ როგორ უყურებენ ამ ყველაფერს, რომ თავადაც იყვნენ, ასე ვთქვათ, აი ამ ფარის მონაწილენი. თავადაც შექმნან რა საბოლოო მარკეტინგი. ნუ ეს იცით გერმანიაზე როცა ვსაუბრობთ, სამწუხაროდ საქართველოში არ ესმით ხოლმე, რომ გერმანია არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. და გერმანია არ არის ესეთი ქვეყანა, როგორც საქართველო მეხსიერების თვალსაზრისით. თქვა არაფერი რო არ გვახსოვს და ყველაფერს რო ვიწყებთ და უსტალინი რა კაი კაცი იყო რო ვამბობთ და რაც ცუდი გააკეთა ის რო აღარ გვახსოვს და ასე შემდეგ. ხო, ეს არის პოლიტიკური კულტურის, ყოფითი კულტურის ნაწილი, აი ეს ნაცისტური გამოცდილება. ყოველი მათი ნაბიჯი, ყოველი მათი, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული მომენტი არის აღბეჭდილი აი ამ ნაცისტური დანაშაულის შეგრძნებით და მართლა ეგეთი ველურობა და რაღაც ჯოჯოხეთური ენერგია მსოფლიოს არ ახსოვს, რაც გერმანიამ გამოავლინა და რაც გერმანიას ჰქონდა. შესაბამისად, ნებისმიერი მსჯელობას არა მხოლოდ ბირთვული იარაღის შექმნაზე, არამედ ომზეც კი რომ გერმანია შეიძლება რაიმე ომში იყოს ჩართული, ეს საზოგადოების ერთ ნაწილში იწვევს არაჩვეულებრივ აღშფოთებას, გაღიზიანებას, შიშს და დისტანცირებას ამ თემიდან და ამ ტენდენციას თავისი გამოხატულება აქვს პოლიტიკურ პარტიებში, ხო? ეს ერთი საკითხი და მეორე, თანამედროვე გერმანიის პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა ბევრი სხვადასხვა მოძრაობის საფუძველზე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოძრაობა, რომელმაც გერმანიას უამრავი პოლიტიკოსი, მრავალი პოლიტიკური ღირებულება, მრავალი პოლიტიკური ის მიცა რა ქვია ინსტიტუტი მისტური მოძრაობა. აი GDR გაათავისუფლეს პაციფისტებმა, თქვათ 70-იან და 80-იან წლებში პაციფისტები იყვნენ მოწინავე ძალა და ესეთ ქვეყანაში ბირთვული იარაღის შექმნაზე საუბარი კი არა ბირთვულ ენერგიაზე თქვეს უარი აი ამ იმითი რა ქვია შლეიფიდან გამომდინარე. ამიტომ არის რომ ყველაფერს ამისამართებენ, რომ თვითონ მარტო არა იყო პასუხისგებლობა, რომ ის ძველი ქიმერები არ გაცოცხლდნენ. ამიტომ ყველაფერს ამისამართებენ გერმანელების საერთო ევროპულ დონეზე და ამბობენ, რომ მარტო ჩვენ კი არ გავაკეთებთ აგერ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ჩვენ არ გაგვექცეს და ის რაღაც ძველი ამბები არ გამოვაჩინოთ. ძალიან საინტერესო თემას მიუახლოვდით, რაც ვერ აღწდებოდა ვერანაირად. ცხადია, გერმანელები მონაწილეობდნენ ბოლო პერიოდში ნატოს ოპერაციებში, მათ შორის KFOR-ში, ბალკანეთის ტერიტორიაზე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ქართული ქვედანაყოფები, ქართული ასეულები. გერმანელები მონაწილეობდნენ ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში და პოსტ-ISAF-ის ოპერაციაში, რომელთა დაქვემდებარების ქვეშ ასევე იყვნენ ქართველები. საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით და ანუ მე აი ამ ორი ქვეყნის რაღაცა გადაძახილზე და მჭიდრო თანამშრომლობაზეც მინდა რომ გკითხო, თუმცა მანამდე იქნება გაგვიზიარო აზრი როგორ უყურებენ აი ზუსტად
იარაღით დაცვის პრინციპს დღევანდელ ქვეყანაში, დღევანდელ სამყაროში, ხო? ანუ რაზეც მთელი აი დრო დაუთმეთ რასაკითხებისზე მსჯელობასაც, ხო? ანუ ეს არის რომ 191.000-დან გაზარდონ 270.000-მდე, გაიზარდოს ბიუჯეტი, მთლიანი შიდა პროდუქტი დაიხარჯოს 2%-ზე მეტი ავიდეს 5-მდე, იქ რეინმეტალმა გაცილებით მეტი გააკეთოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსები, უფრო ამოქმედდეს, აგუგუმდეს სამხედრო ინდუსტრია, მიმზიდველი გახდეს ჯარში სამსახური, ქალებით შევიდნენ, შეუერთდნენ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ არ იწვევს ეს შეშფოთებას რა თქმა რიგით უნდა გერმანიაში. ჯერ რადგან ესეთი ფორმატი გვაქვს, მაინც რამდენიმე ამბავს კიდევ მოგიყვებით, აი თქვენ ბალკანეთის ოპერაცია ახსენეთ და ნუ ერთი შეხვედით, ვინც არ არის სპეციალისტი, ის იტყვის, რომ აი გერმანელები მონაწილეობდნენ, მაგრამ რის ფასად მონაწილეობდნენ. აი მაგალითად ყველა თან უახლეს ისტორიის წიგნში შეტანილი არის სურათი, როდესაც მაშინდელი საქარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი ზის პარტიის ყრილობაზე, მწვანეთა პარტიიდან იყო იგი და სახეზე აქ ჩამოყვენთილი ეს საღებავი, ხო? ანუ ის ყრილობა ჯერ გაგრძელდა ორჯერ დიდხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო. მიმდინარეობდა უდიდესი ხმაურით და ბოლოს საღებავი შეასხეს სახეში, მხოლოდ იმიტომ, რომ იოშკა ფიშერმა თქვა, რომ გერმანია ამ ბალკანის ოპერაციაში უნდა ჩაერთოს, ხო? ანუ ეს ყველა მონაწილეობა, რაც თქვენ ახსენეთ, ხდებოდა ძალიან დიდი შიდა განხილვების, დუღილის და უმწვავესი კონფლიქტების ფონზე. ან იგივე თქვენ ახსენეთ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, მაგრამ ამას წინ უძღოდა, თქვათ, ძალიან დიდი დაპირისპირება, თქვათ, გერჰარდ შრიოდერსა და ბუშის ადმინისტრაციას შორის და დებატები სხვადასხვა პლატფორმებზე. იგივე ერაყის ოპერაციაში იცით, რომ რამდენად კრიტიკული იყო გერმანისა და საფრანგეთის პოზიცია და ასე შემდეგ. ანუ რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ის ხდება აი ამ ძალიან ბევრი სირთულის ფონზე და ბუნებრივია აი ამ სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, სამისთვის კრედიტების აღებას, ერთგვარ რემილიტარიზაციას ძალიან დიდი შეშფოთებით ხვდებიან გერმანელები და ნაწილობრივ მე ამ შეშფოთებას ვიზიარებ, იმიტომ რომ ეს ხარჯები, ეს დანახარჯები, ეს პოლიტიკის ცვლილება, რა თქმა უნდა, არტყამს ძალიან ძველ ტრადიციულ სოციალურ ინსტიტუტებს, რაც გერმანიაში არსებობს. ეხლა წარმოვიდგინეთ ევროპული სოციალური სახელმწიფო, რომელსაც ერთის მხრივ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ტვირთი აქვს საკუთარ თავზე აი ამ მიგრაციის კრიზისიდან, ფინანსური კრიზისებიდან გამომდინარე და ეხლა კიდე სამხედრო დანახარჯებით აკლდება რესურსები. რამძიმე დღეში ვარდება ეს სოციალური სახელმწიფო, რომელიც არის მათი ყოველდღიურობის ნაწილი და ისეთივე მნიშვნელოვან ელემენტად მიაჩნიათ თავიანთი ცხოვრების, როგორც პარლამენტი. ხო, ჩვენ ხო არ წარმოგვიდგენია, კი წარმოგვადგენინეს ვიღაცებმა, მაგრამ არ წარმოგვიდგენია ცხოვრება პარლამენტის გარეშე, ხო, ეს ინსტიტუტი უნდა არსებობდეს. ახლა ფაქტია, რომ მის გარეშე ვართ. ხო, და აი ესეთივე აუცილებელ ინსტიტუტად მიაჩნიათ იქ ის, რა ქვია, სოციალური სახელმწიფო და ეს იღვენთება და ამას აკლდება ბევრი რამ ამ სამხედრო საკითხებიდან გამომდინარე. და მეორე თემა, რაც ყველაზე მეტად აღელვებთ გერმანელებს, იცით, კრიტიკულად განწყობილ გერმანელებს. რა თქმა უნდა, ესმით, რომ ომია, დაცვა საჭირო, მაგრამ ნახეთ, ეს მსხვილი კაპიტალი, მსხვილი კორპორაციები ცდილობენ, რომ ქურც რა უნდა და ბნელი ღამეო. ისარგებლობენ ამ ვითარებით და ამ მილიტარიზაციის ეგიდით, ან სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის ეგიდით სხვა სფეროები ჩაჩეხონ, უამრავი მუშა გაათავისუფლონ, უამრავი ადამიანი სხვა სფეროებში უმუშევრად დატოვონ და ასე შემდეგ და ესეც დიდ კონფლიქტებს იწვევს, იმიტომ რომ აი მთელი პოლიტიკური ეკონომიის გადაწყობა უნდათ ამ სამხედრო რელსებზე და სხვა კრიტერიუმების დავიწყება და ეს ესე მარტივად ვერ მოხდება და ამას წინააღმდეგობა შეხვდება ადგილობრივ საზოგადოებაში. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რომ გარკვეულწილად უსაფრთხოდ იყვნენ, ალბათ იმის დამსახურებაც იყო, რომ ნატოს წევრები გახდნენ, ხო? 55-დან და დასავლეთ გერმანიაზე მაქვს საუბარი და შემდეგ გერმანიამ გაცვალა, წარმოიდგინეთ, ეს საქართველოში რო ვთქვათ, ცოტა ისე ჟღერს, რა ქვია, ჭექა-ქუხილივით. თავისი ერთიანობა გაცვალა ნატოზე. იმიტომ რომ არსებობდა 50-იან წლებში შანსი, რომ გერმანია ყოფილიყო ნეიტრალური სახელმწიფო და ყოფილიყო ერთიანი.
მაგრამ მაშინ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა თქვა, რომ ეს ბლეფია, ეს ნეიტრალობა საბოლოოდ მაინც მოიტანს აი ამ სტალინიზმის უკანაკარიდან შემოსვლას, ამიტომ ჩვენ გვირჩევნია, რომ ქვეყნის გაერთიანება გადავდოთ ცოტა ხნით და აი ამ დასავლურ თანამეგობრობაში ავყობოჩდეთო. ნახევარზე მეტი გაწითლებული იყო უკვე. კი ბატონო და იყო ეს ტენდენციაც. ასე რომ აი ამდენად მნიშვნელოვანი იყო ნატო გერმანიისთვის, მაგრამ ეხლა ხვდებია, რომ ის ისე ვეღარ მუშაობს ხოლმე და ამერიკის არჩევნების შედეგებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ნატოს და თვითონ ევროპული უსაფრთხოების ბედი და ამიტომ აშენებენ აქ შიგნით სტრუქტურებს. იცით, ჩვენ შეგვიძლია გაუთავებლად ვისაუბროთ ამ საკითხზე, მაგრამ რაც აღვნიშნეთ ცოტა ხნით, იქნებ აი რაღაცა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობაზეც, აი ამ რაღაცა მეგობრულ ხიდებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რასაც ვაკვირდებით, ანუ ჩვენი საუბრის დასაწყისს რო დაუბრუნდეთ, ხო, ის რაც შეიცვალა, ეს აღარ დაბრუნდება, ისეთი აღარ იქნება სამყარო, როგორიც იყო, ხო? და აი აქ ცოტა სასაცილო ჟღერს ხა იქიდან აქ რაღაცა ესე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა უნდა ისწავლოს, რა გაკვეთილი უნდა მიიღოს იმ დროს, როდესაც საკუთარ ტყავზე აქვს ძალიან ბევრი რაღაცა გამოცდილი ამ ქვეყანას. მათ შორის მერკელის გადაწყვეტილებებიც არ მინდა რომ რაღაც შეფასებებში სხვანაირად გამოგვიყენო ესე. თავარი რაც უნდა ვისწავლოთ და რაც ვერ ვისწავლეთ მგონი, ეს არის თან ევროპულ მაგალითზე, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ არ გააკეთებს. ჩვენ სხვა ფრონტის პირველ ხაზზე ვერ დაგვიცავს, როგორც მოკავშირე, როგორც დამხმარე, როგორც პარტნიორი, როგორც ვინც გაგაძლიერებს ეგეთი. ეგ აუცილებელია და ეგ დაგჭირდება, მაგრამ ჯერ შენ უნდა იყო ზად ამ თავდაცვისთვის, ხო? აი ევროპა ამდენი ხანი იყო ამერიკის იმედზე და მე აღმოჩნდა, რომ თავისი თავი თვითონ აქ დასაცავი და თავისი ინფრასტრუქტურა თვითონ აქ გასავითარებელი. და მე მგონია, რომ ამ დღეში ვართ ჩვენ. მე ვოცნებობ და ველი იმ დროს, როცა ვიქნებით რომელიმე ევროპული სამხედრო თანამეგობრობის წევრი, აღარ ვამბობ ნატო იქნება, ეს ევროკავშირი იქნება თუ რაღაც სხვა გაერთიანება, იმის წევრი ვიქნებით, მაგრამ სანამ იმის წევრი ვიქნებით, აქ გვაქვს ჩვენი ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელი, პირადი შემადგენლობაც მოსაწესრიგებელი, სამოქალაქო თავდაცვის საკითხებიც მოსაწესრიგებელი. მე ხამ საკითხებზე რატო ვაძლევ საკუთარ თავს ლაპარაკის უფლებას, რომ ჩვენმა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის მიიღო ცოტა ხნის წინ მისმა საპროგრამო კომისიამ, ესეთი კომისია გვაქვს, რომელიც მუშაობს პოლიტიკის დოკუმენტებზე, ხო, ჩვენ ხედვებზე. მიიღო ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი, ხო? ეს არ არის ახლა ძალიან მაღალი დონის და ჯერ დატესტილი კიდე რამდენიმე საფეხური დარჩა, რომ ბოლომდე მივიღოთ, მაგრამ იმ კონცეფციაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი მაგალითად უჭირავს სამოქალაქო თავდაცვას და მის ინფრასტრუქტურას. თქვათ, როგორ ხდება ადამიანების ორგანიზება ღმერთმა დაგვიპაროს და აი ამ საშინელი მდგომარეობის დროს. ვინ იღებს კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ უბანში, კონკრეტულ ქალაქში პასუხისმგებლობას? როგორ ხდება შრომის დანაწილება იმისთვის, რომ ეს შეტევა დავიცვათ და ის ცნობილი ფრაზაც გვაქვს გამოყენებული ფოლადის ზღარბის კონცეფცია, რომ უნდა იყო იმდენად ძლიერი, რომ შენ ჩაყლაპლა თვითონ იმ ორგანიზმს უქმნიდეს საფრთხეს. ასე რომ აი ამაზე არის საქართველოს კონტექსტში სამუშაო. და არის მეორე ამბავიც, ეს ძალიან შორეული პერსპექტივა, შეიძლება აქედან სასაცილოდ ჟღერდეს, რომ ვამბობ, მაგრამ აი მე აი ნამდვილი პარტნიორობა რას ნიშნავს? აი გერმანიამ თქვა, რომ ჩემი ეროვნული ინტერესები არ იწყება ჩემი ეროვნული საზღვრიდან. მან თქვა, რომ ჩვენი ევროპელების საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების ინტერესები იწყება ევროპის საზღვრიდან. და იცით თქვენ, რომ ევროპაში ყველაზე რთული მონაკვეთი, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება არსებობდეს, ეს არის ის ვიწრო ყელი, რომელიც აკავშირებთ ერთმანეთს კალინინგრადს და ბელარუსს. შუაში ყავს ჩვენ პოლონეთი და ლიეტუვა. და შეჭრილი არის ეს ექსკლავი კალინინგრადის სახით ევროკავშირში და ნატოში შიგნით და იცით რა ტიპის მილიტარიზაცია არის აი ამ პატარა რეგიონის და ოლქის რუსეთის მხრიდან, ხო?
და ამიტომ მართლა უპრეცედენტო რამე მოხდა, ეს არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იქ რაღაც ბალკანეთში მონაწილეობა, სხვაგან მონაწილეობა გასაგებია, მაგრამ ლიტვაში 5,000 კაციანი, აქედან 4,700 არის სამხედრო და დანარჩენი რაღაც სამოქალაქო თავდაცვის თანამშრომლები, 5,000 კაციანი ბატალიონი განალაგა გერმანია. ბოლომდე არ განალაგებულა, მაგრამ იქ აშენდა ყაზარმები, აშენდა სკოლები, აშენდა საცხოვრებლები, ოჯახებით მიდიან იქ. და ესე უბრალოდ არ დებენ ამ ინვესტიციას, ხო, ის დიდი ხნით იქნება იქ ლიტვაში, სწორედ აი ამ ხასთან ძალიან ახლოს, რუსეთის საზღვარით ახლოს არის და ეს ვიწრო ყელიც, იქ გერმანული არმია იქნება განლაგებული. რას ნიშნავს ეს? რომ ის ჩამონათვალი ვიცით ჩვენ, ხო? რომ ჯერ საქართველო, მერე უკრაინა, მერე შეიძლება ბალტიისპირეთსაც მიადგნენ, ხო? ადრე ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამდით, მაგრამ ესე ხდება ხოლმე. მაგრამ აი უკვე იქ დგას გერმანული არმია. და ეს არის სიგნალი, ხო, რუსეთისთვის, რომ ლიტვა მარტო კი არ არის და ლიტვაზე თითოეული შეტევა ლიტვის პატარა არმიაზე თავდასხმა კი არ არის, აი იქ არის ევროკავშირის მოკავშირე ძალები და მომავალში ამაზეც საუბრობენ, რომ სხვა მოკავშირე ქვეყნებში, რუსეთთან საზღვრის მქონე ქვეყნებშიც ესეთი ბატალიონები განალაგონ, თან განალაგონ არა მხოლოდ გერმანელებმა, არამედ სხვებმაც და განალაგონ არა მხოლოდ ეროვნული ბატალიონები, არამედ ინტერნაციონალური რაღაც ბრიგადები, ხო, რომ აი ეს აღმოსავლეთის სარტყელი ევროკავშირს ჰქონდეს და ნუ ეხა რატო ვახსენე, რომ შეიძლება ვიღაცა სასაცილოდ მოეჩვენოს, რომ რა თქმა უნდა არ მინდა მე რომ საქართველოში ვინმე სხვა ქვეყნის ჯარი იდგას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამ ევროპული თანამეგობრობის წევრი თუ ვიქნებით, აქ მარტო ჩვენი არმია არ დახვდება ხოლმე იმ მოსალოდნელ აგრესიას, რაც შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გქონდეთ პოტენციურს, იმედია რომ არასდროს არ იქნება, მაგრამ პოტენციურს და აი აქ საქართველოში თუ არა, ჯერ სხვა ქვეყნებში მაინც ეს ინტერნაციონალური ბრიგადები არსებობენ და ევროპა აღმოსავლეთით რაღაც თავის სარტყელს შექმნის, ხო? იმიტომ რომ ამის პრეცედენტი უკვე არსებობს და ამბობენ, რომ ლიტვაზე არ უნდა გავჩერდეთ და სანამ ეს ომი არსებობს და ეს იმპერიალისტური განზრახვა არსებობს, ეს სარტყელი ძლიერი უნდა იყოს. სავარაუდოდ ეგრეც იქნება, ყოველ შემთხვევაში კარგი მაგალითები ახსენეთ თქვენს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, ასევე კარგი მაგალითი არის ბალტიის ზღვა, რომელიც ახლა უკვე ნატოს ზღვა არის და ვნახოთ სამხრეთით შავ ზღვაზე რა იქნება. ოღონდ ესეთი არასდროს ესეთი პოლიტიკის პირობებში ეგ არ გამოვა, როცა რა ვიცი, ყოველ დღე რაღაც პროვოკაციული განცხადებები და აი ლანცხვა და გინება მიდის, აი პირდაპირ მნიშვნელობით ლანცხვა და გინება დასავლური ქვეყნების, მაგრამ ყველაზე გასაოცარი რაც არის ჩემთვის, ეს არის დაცინვა. აი დაცინვა, წეღანაც ვახსენე. რა შეუძლია გერმანიას? რა შეუძლია საფრანგეთს? ევროპა მოკვდა, ევროპის დაისია, ევროპა აღარ გამოცოცხლდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამის საფრთხეც არსებობს, იმიტომ რომ ევროპის თავარი, ასე ვთქვათ, უპირატესობაც და ნაკლიც არის შიდა მრავალფეროვნება. ევროპის თავარი უპირატესობაც და ნაკლიც არის დემოკრატიულად გადაწყვეტილების მიღების პროცესი. და რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტი დრო ჭირდება ხოლმე რაღაცებს და არსებობს რისკი, რომ დემოკრატია არადემოკრატებმა გამოიყენონ ამ დემოკრატიის დასამხობად და ვხედავთ ჩვენ ლეპენებს და ამ იმებს ორბანებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მომძლავრება ცხადი და მკაფიოა, რა თქმა უნდა, რისკი იმისა, რომ ევროპა დამარცხდეს არსებობს, მაგრამ რისკთან ერთად არსებობს უდიდესი შესაძლებლობაც. როცა შენ არაფერს არ ამბობ შესაძლებლობაზე, მარტო რისკზე საუბრობ და თან დაცინი იმ სამყაროს, რომელმაც ყველაზე დიდხანს მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება, ყველაზე გამართული სისტემა შექმნა, ყველაზე მეტად დაიცვა ადამიანის უფლებები, ყველაზე დიდი ეკონომიკა და ყველაზე მეტი კეთილდღეობა აქვს ერთულ მოსახლეზე. და შეგვიძლია გავიმეოროთ ის ცნობილი ფრაზა, რომელსაც ევროპარლამენტში და სხვაგანაც ვისმენთ ხოლმე, როცა უნდათ ევროპარლამენტის ევროკავშირის უფრო სწორად გამხნევება, რომ ჩვენ ვართ 450 მილიონი ადამიანი
და არ გვჭირდება 340 მილიონიანი ამერიკის დახმარება, რომ 130 მილიონიანი რუსეთი გავაჩეროთ. აი ამ ციფრებში მართლა ჩანს თუ რამხელად რამდენად დიდია ევროპის პოტენციალი, უბრალოდ მას სჭირდება ორგანიზება და ინფრასტრუქტურაში მოქცევა და ამაზე ფიქრი დაწყებულია და ამას დრო დაჭირდება, მაგრამ მე აი ხედავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფრასტრუქტურა მაინც ბოლოს გამოდნება და იარსებებს. დიდი მადლობა ლევან, დიდი საინტერესო მადლობა. საუბრისთვის. მეც მჯერა, რომ ჩვენი ერთ დღეს საქართველოს აუცილებლად იქნება ამ თანამეგობრობის წევრი, რა თქმა უნდა მოემზადოს, უნდა ყავდეს შესაბამისი ხელისუფალი, აუცილებლად იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე იზრუნოს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ხედვა უნდა კონდეს ეს ჩვენ ბოლო პერიოდში სამხედრო თვალსაზრისით ძალიან კარგი პრაქტიკა გავიარეთ იმ თვალსაზრისით, რომ ვიყავით ნატოს ოპერაციებში ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ერთად კოსოვოდან ავღანეთის ჩათვლით და პრინციპში ჩვენ ვიცით ფასი ამ მეგობრობის, ვიცით მათ ენაზე, ანუ ერთ ენაზე მათთან საუბარი, ეს სისტემა ჩვენთვის ახალი არ არის, ანუ სინქრონიზაცია არსებობს და თუ კი ამას ხელს მივაშველებთ, ჩვენ ბევრს არაფერს დავკარგავთ ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენ.